მოგესალმებით თერჯოლელებო, ძალიან მოხარული ვარ, რომ აი ესეთი განწყობაა. უდიდესი პატივის შეგრძნებაა, ნამდვილად უდიდესი გზნობაა, როდესაც ჩვენი დიდი მწერლის დავით კლდიაშვილის ეზოში დგახარ იმერეთის ამ ულამაზეს სოფელში. მე მინდა მოგესალმოთ ყველას და მინდა მადლობა უთხრა ყველას, ვინც დღეს ასეთი განწყობა შექმნა. უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა უთხრა ბატონ ელგუჯა გოცირიძეს და მადლობა მინდა უთხრა აი ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს დღევანდელი დღის მოწყობაში. იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ჩვენი მოვალეობაა, რომ ყველა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ავითვისოთ. საქართველოს ინფრასტრუქტურული სივრცითი განვითარების პროგრამა მოიცავს ყველა რეგიონს, ყველა სოფელს და ის გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ყველა წერტილში უნდა იყოს ადვილი მისვლა და უნდა იყოს ადვილი ხელმისაწვდომი ყველა ის ძირითადი მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. მაგრამ რა თქმა უნდა იმერეთს გააჩნია განსაკუთრებული შესაძლებლობა ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მისი გამორჩეული ადამიანებით და რა თქმა უნდა გეოგრაფიული მდებარეობით. ის არის დამაკავშირებელი აღმოსავლეთის და დასავლეთის და ჩრდილოეთის და სამხრეთის. სწორედ ამიტომ ქუთაისი ყალიბდება როგორც ცენტრი საქართველოსი, საიდანაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში იქნება ძალიან მარტივი მისვლა. ეს რა თქმა უნდა გულისხმობს ყველა ადგილას, მათ შორის აქ სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ამ ულამაზეს ადგილას, ტურიზმის შესაძლებლობის განვითარებას, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს ყველა ოჯახში უფრო მეტ შემოსავალს და უფრო წელმაგარ, წელგამართულ ქართულ ოჯახს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სწრაფად ვახორციელებთ ამ პროგრამას. თერჯოლაში ბევრი პროექტი განხორციელდა, 8 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა, 26 კილომეტრის გზა მოეწყო, 5 თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, მოხდა აღდგენა გალერეის საგამოფენო ცენტრის, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რა თქმა უნდა. ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამები და ყველაზე მთავარი ეს გახლავთ ადამიანების მომზადება იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ცხოვრებას და არა მხოლოდ ფეხი აუწყონ, არამედ საქართველოს მისცენ დიდი ბიზგი განვითარების. ამიტომ სწორედ ამიტომ ჩვენ პირველ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ განათლების სისტემის განვითარება. ეს არის უმაღლესი განათლება იმ მიმართულებებში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს არის პროფესიული განათლების პრესტიჟის აღდგენა და განვითარება. სახელმწიფომ დღეს უზრუნველყოფს უფასო პროფესიულ განათლებას ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. მაგრამ მეგობრებო, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით, ყველაზე მთავარი მაინც არის ერთი რამ. ეს არის ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. და ამას ხედავ დღეს მე აი აქ ზედა სიმონეთში და ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ადამიანებმა დღეს ჩვენმა ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ერმა შეძლოს კონსოლიდაცია, ერთად დგომა, ერთმანეთის მეტი სიყვარული და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევა. ეს არის ყველაზე მთავარი. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ის დახარჯული თანხები, ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგრამ
ჩვენ ადამიანების გულები თუ არ გავაერთიანეთ, ვერ მივიღებთ ვერანაირ შედეგს. სწორედ ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღეს გამართული ინფრასტრუქტურა, აღორძინებული ადგილობრივი ტრადიციული წარმოებები და მომზადებული ადამიანები, ეს არის ის მთავარი და ყველაფერთან ერთად განწყობა ადამიანების სიყვარული ერთმანეთის, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. სწორედ ამიტომ ვარ დღეს ჩვენ აქ, სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ აი ამ ამაღლებულ განწყობას, რომელიც ყველა ჩვენგანს დღეს აქ გააჩნია. დიდი მადლობა ყველას. ძალიან მიხარია, რომ მუზეუმის ეზო გამოცოცხლდა. უღრმესი მადლობა ბატონო ელგუჯა, თქვენ სიმძიმის ცენტრი თერჯოლიდან რომ ჩვენთან გადმოვიტანეთ. მე მინდა ჩვენს ყველაზე საპატიო სტუმარს, პიროვნებას, რომელმაც ძალიან დიდი პატივი დააგდო და მოხსა ძალიან დიდი სტიმული ჩვენ პრემიერ მინის ბატონ გიორგის გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა და დავასაჩუქროთ ჩვენი შემოქმედება. ძალიან კარგი და ეს არის კარგი დასაწყისების დასაწყისი. მუზეუმის წინა მხარეს გიორგი, ეს არის ჯანმრთელი. როგორც იყო ისე დატოვებული, ჩვენ ამათ შთამომავლები ვართ სამივე სამთავრობო. ეს გახავთ ყულა, რომელიც დაილია დავითის ქორწილში, ლიტრიანია. აი საწოლია, ისე შენახული, როგორც იყო მაშინ და საწარმოებელად თქვა, რომ ართრიტი ქონდა, ვერ დადიოდა, უჭირდა ძალიან. ეს შვენი მეჭურჭლეთ უხუცესი ფონდების მცველი. ასეც რომ მიემხრო და ინაღამოც Შენ მოვდივარ შენი ჭირიმე